დაახლოებით სენაკის მუნიციპალიტეტში მოგეხსენებათ აქ არის საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპაქტურად დასახლებული დევნილებით ობიექტი და მე მოხარული ვარ რომ აი ამ ტერიტორიაზე სენაკის მუნიციპალიტეტის მეშვეობით ხორციელდება შიდა გზების, შიდა ეზოების, სანიაღვრე და წყალვარდნების სისტემის რეაბილიტაცია, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი აქ კომპაქტურად დასახლებულ ობიექტში საზოგადოებისთვის. მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომელიც თავის თავში მოიცავს ასევე სანიაღვრე არხებს, რომელიც უკვე მოწყობილია და დამთავრებულია ფაქტიურად. ეს პროექტი უკვე დასასრულს უახლოვდება, რამოდენიმე დღეში იქნება სრულად დამთავრებული. მეორე ფენა ასფალტის დაგება მიმდინარეობს და შეიძლება ითქვას, რომ ფაქტურად ამ კორპუსებს, ამ საცხოვრებელ სახლებს შორის უკვე მთლიანად არის დაქცეული როგორც სანიაღვრე სისტემა, ასევე როგორც ხედავთ, თანამედროვე ტიპის საგზაო ინფრასტრუქტურაც მოწყობილია. მთლიანად მოასფალტდა დევნილთა ჩასახლება და გაკეთდა წყალვარდნების სისტემა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც დევნილების ცხოვრებას, ისე მათ საქმიანობას და მომავალ, ესე ვთქვათ, სოციალურ კეთილდღეობას. განსაკუთრებული მადლობა უნდა მოუხადო სენაკის მუნიციპალიტეტ მერიას, ბატონ ვახტანგს, რომელმაც ეს ინიციატივა აიღო თავის თავზე და განახორციელა ეს უპრეცედენტო პროექტი, მათ შორის სენაკის უმრავლესი მოსახლეობის ხარჯზე, რომელიც დევნილების ინტერესებს მოხმარდა. პროექტი მოიცავს 3 კილომეტრი მანძილის ქუჩების შიდა გზების რეაბილიტაციას, როგორც შიდა გზების ასფალტირებას, ასევე სანიაღვრე სისტემების სრულ რეაბილიტაციას. პროექტის ღირებულება შეადგენს 1,5 მილიონი ლარს. პროექტის პირველი ეტაპი განხორციელებული იყო, დღეს მიმდინარეობს მეორე ეტაპი, რომელიც დასრულდება 3 დღის განმავლობაში. გზა გაკეთდა, კანალიზაცია გაკეთდა. მადლობელია მთელი ჩვენი მოსახლეობა, დევნილების ჩასახლება და მეთქის მადლობის მითი არაფერი არ მეთქის. მადლობა ყველას, ვინც ამაში მონაწილეობა მიიღო. 30 წელიწადია ჩვენ აქ რო ვართ, ძალიან რავის სუდად კი არასდროს არ გიქცოდნენ, სუდად და ყველაფერს აკეთებდნენ, რა შეიძლებოდა. გამიგე, მაგრამ ახლა რო არის აქ აკეთებული, ასეთი რაღაცა ჩვენ 30 წელი არ გვინახავს. ყველაფერი, თითქმის ყველაფერი ახალი გაკეთდა.